მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად. და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება პირადი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივას მომდევნო, მოდი ავიღოთ ასე 3 თვის განმავლობაში. როგორ განვითარდება თქვენი პირადი ურთიერთობები მომდევნო 3 თვის განმავლობაში. ვარიანტების რაოდენობა გვექნება 2 და ასევე თითოეული ვარიანტისათვის ამოვიღებ რჩევას თქვენთვის. ნახოთ. ვარიანტი პირველი და ვარიანტი მეორე. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, პირადი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივა მომდევნო 3 თვის განმავლობაში. და ნახოთ რჩევაც. რჩევა პირველი ვარიანტისთვის და რჩევა მეორე ვარიანტისთვის. დააკვირდით ვარიანტებს, დააკვირდით არკანებს. ირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. შეგიძლიათ დახუჭოთ თვალები და ისე აირჩიოთ. შეგიძლიათ უბრალოდ ვიზუალიზაცია გამოიყენოთ, იფიქროთ იმ ადამიანზე, ვისაც აკეთებთ ამ საჯარო გაშლას. ვინც ვერ მოასწარით ვარიანტების არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ და როცა აირჩევთ, შემდგომში განაგრძოთ ყურება, ხოლო მათ ვინც უკვე შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, პირდაპირ გადავიდეთ გაშლაზე და ვნახოთ. როგორია თქვენი პირადი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივა მომდევნო 3 თვის განმავლობაში. ჩემო ძვირფასებო, არკანი კოშკი. არკანი კოშკი ამ შემთხვევაში პირად ურთიერთობებთან მიმართებაში დიდი ალბათობით განაპირობებს ძალიან ძირეულ და ღრმა ტრანსფორმაციებს, რომელიც შესაძლოა გელოდებოდეთ ჩაფიქრებული პერიოდის მანძილზე, ანუ მომდევნო 3 თვეში. თუმცა მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ რაც წასასვლელია ამ პერიოდში თქვენი ცხოვრებიდან აუცილებლად წავა, ხოლო რაც მოსასვლელია, ისიც აუცილებლად მოვა და რაც მოსასვლელია, ნამდვილად არ არის ცუდი პერსპექტივის მქონე. გამომდინარე იქიდან, რომ აქ ჩვენს შემთხვევაში, აი ამ კონკრეტულ არკანზე გამოსახულია ყვავილები, გამოსახულია თითქოს რაღაცნაირი ობობის ქსელი. ანუ ეს არის მდგომარეობა, როდესაც აი თქვენ დიდი ხანი ცდილობდით ვფიქრობ აი ამ გამოუვალი სიტუაციიდან თავის დაღწევას და აი ამ 3 თვის განმავლობაში, დღეიდან 3 თვის მანძილზე, ხო? ან ვინც როცა უყურებთ იმ გაშლას იქიდან 3 თვის მანძილზე, აქ მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ გათავისუფლდეთ სწორედ აი ამ მიჯაჭვულობებისგან. ნახოთ კიდე რას გვეტყვის ტარო. 10-იანი პენტაკლები, არკანი სამსჯავრო და პენტაკლების მეფე. ჩემო ძვირფასებო, აქ ვინც იმყოფება პარტნიორულ ან ოჯახურ ურთიერთობებში, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ კი ბატონო, აქ უფრო ოჯახის ენერგიები მოდის. შემიძლია ვთქვა პირდაპირ, ეშმაკის არკანიც მოვიდა, რომ ეს არის ძალიან კარმული პერიოდი. ძალიან კარმული პერიოდი, ფაქტიურად ეს არის მდგომარეობა, როდესაც მოგიწევთ ჩააბაროთ სამყაროსეული გამოცდა. ზოგიერთისთვის ამ სამყაროსეულ გამოცდაში იგულისხმება მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლება, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თქვენს სივრცეში, თქვენს რეალობაში, თქვენს პირად ურთიერთობებში იყო, მაგრამ ვერ ახერხებდით აქედან თავის დაღწევას. აი ეს 3 თვე, მომდევნო 3 თვე, სწორედ არის მდგომარეობა, როდესაც თქვენ გაქვთ უკვე ერთგვარი, როგორ ვთქვა, შანსით შეიძლება ითქვას, ან სამყაროსეული მინიშნებები, რომ უკვე დროა იმოქმედოთ. გარკვეული თქვენგანი ადამიანებისა და მე ვიტყოდი, რომ არც თუ ისე ცოტა
პირველი ვარიანტის მსმენელებისა ვფიქრობ მიიღებს ან დაფიქრდება მაინც იმ გადაწყვეტილებაზე, რომ ხომ არ ჯობია წამოვიდე, ხომ არ ჯობია დავტოვო ის ყველაფერი და რაღაცა ვეცადო, რომ დავიწყო ახალი. იქნება აი აქ მომდევნო 3 თვის განმავლობაში პირველ ვარიანტთან ესეთი მსგავსი ტიპის სიტუაცია. ვნახოთ რჩევა. ათიანების ხმლები, აქ პირდაპირ თქვათ, მოდი ესე პირველი ვარიანტი, წეღანაც გიხსენეთ და ეხლაც განმეორდები, რომ აქ არის ერთმნიშვნელოვნად კარმული ეტაპის დასასრული, აბსოლუტური დასასრული და რას ნიშნავს? თქვენ აი ამ პროცესს, აი მომდევნო 3 თვის განმავლობაში როგორც ჩაივლით, როგორც გაივლით, ჩათვალეთ, რომ ან შეძლებთ რომ ჩააბაროთ გამოცდა, ან ვერა. მაგრამ მე უფრო მეტად ვიტყოდი, რომ ეს არ იქნება მარტივი პროცესი. აქ ზოგიერთ თქვენგანთან აუცილებლად იქნება შიშები ერთგვარი, რომ რა ვქნა, როგორ ვქნა, რა გავაკეთო, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება, რასაც ახლა თქვენ იღებთ, ან რაზეც ახლა მე ვსაუბრობ და თქვენ ძალიან მჯერა და ღრმად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სწორედ ხვდებით და იაზრებთ, ხო, აცნობიერებთ, მარტივი მისაღები ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ არის, რომ ეს ამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება, ეს არ არის 1 და 2 დღის ამბავი, რასაც ახლა მე და თქვენ ვყვებით. და შესაბამისად რჩევის სახით სამყარო გვეუბნება, მოდი დავამატებ ერთ არკანს აქ. რისი თქმა სურს სამყაროს. იცით რა, ნუ შეუშინდებით, ხო, აი აქაც სულ ხუთიანი წარმოიდგინეთ შემოძვირფასებო რჩევას ვეკითხები. კაცრავად ერთი დასტის ბოლოსაც ჩავხედავ, რა ხდება, რვიანების კვერთხები. რჩევას ვეკითხები და მოდის წარმოიდგინეთ 10-იანი ხმლები, 5-იანი პენტაკლები. აი ერთგანაც მედიცინის სფერო, მეორეგანაც მედიცინის სფერო და მოდის არკანი ეშმაკი მეორედ. არ ვიცი რამდენად რეზონირებს ეს ყველასთან არ იქნება, მაგრამ სავარაუდოდ ბევრი თქვენგანი თუ არა და მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველასთან არ იქნება ეს ინფორმაცია, შეიძლება ბევრი თქვენგანისთვის ეს გახდეს ცნობილი გარკვეული ტიპის ღალატის შესახებ, პარტნიორული ღალატის შესახებ, ან პარტნიორის ვენერიული დაავადებების შესახებ, რაც გამოიწვევს სწორედ აი ამ რადიკალურ გადაწყვეტილებას პირველ ვარიანტთან, რომ დაინგრეს ის ყველაფერი, რაც დასანგრევია. ზოგიერთ შემთხვევაში ეს იქნება ღალატი, ზოგიერთ შემთხვევაში ეს იქნება ინფორმაცია არც თუ ისე სასიამოვნო, რაც მოგცემთ ერთგვარ ბიძგს, გააგრძელოთ მოძრაობა წინ. აი ესეთი არის პირველ ვარიანტთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივა მომდევნო 3 თვის მანძილზე. მადლობა, რომ იყავით ჩემთან, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება, გაზიარება და კომენტარება. ახლა კი ვნახოთ მეორე ვარიანტი. არკანი იმპერატრიცა მეორე ვარიანტთან. პერსპექტივა. შემოძვირფასებო. აქ პირდაპირ ზოგიერთი თქვენგანისთვის იქნება სიტუაცია, როდესაც ამ 3 თვის განმავლობაში თქვენ მოიმკით თქვენი სიყვარულის ნაყოფს. ანუ აქ იქნება ახალი სიცოცხლის დაბადება. თუმცა ერთი რამ რაც მინდა რომ გითხრათ, შესაძლებელია ეს არ იყოს სასიამოვნო
პროცესი რა თვალსაზრისით, ანუ ამან შეიძლება გამოიწვიოს ერთგვარი დეპრესია, ერთგვარი რაღაც აღქმა ისეთი, რომ თითქოს პარტნიორს თქვენი არ ესმის. ნახოთ კიდე რა სიტუაცია, ხუთიანი თასების, კი ბატონო. 4-იანი თასების. კი. და არკანი იეროფანტი. დასტის ბოლოს აქაც ეშმაკი. ჩემო ძვირფასებო, აქ აი თითქოს ისეთი სიტუაციაა, რომ ერთ ვარიანტთან კი ბატონო, რომ გადათამაშდება როგორც ახალი სიცოცხლის ოჯახში შემბრძანება და აქ იეროფანტი ასევე მიუთითებს ოჯახის არკანზე, მაგრამ თვითონ პარტნიორთან ურთიერთობაში ვფიქრობ, ეს იქნება გარკვეული ტიპის გაცნობიერებები, გადაფასებები და ეს გადაფასებები არა მგონია, რომ იყოს ისეთი თლად სასიამოვნო რა კონტექსტში, აი როდესაც ადამიანები იცვლიან დაბადება, ეხლა რასთან ასოცირდება, ხო აბსოლუტურად იცვლება ცხოვრების წესი. როდესაც ადამიანები იცვლიან ცხოვრების წესს, ანუ ზოგადად რო ბავშვის დაბადებაზე არ ავიღოთ მხოლოდ აქცენტი. ცხოვრების წესის ცვლილება იმ ადამიანების გარშემო ყოფ პირებს და პიროვნებებს და პიროვნებათა ჯგუფს ერთგვარად ძაბავს და აბნევს, იქიდან გამომდინარე, რომ ამათმა აღარ იციან შეჩვეულები რომ იყვნენ, ეხლა როგორ უნდა მოგექცნენ. ან იწვევს მათში ეს ერთგვარ შფოთს. ნებისმიერი ცვლილება, მე ვიტყოდი აქ, კარგიც, ცუდიც ადამიანის ტვინისთვის იწვევს სტრესს. და შესაბამისად, თუ ადამიანის ტვინი აცნობიერებს, რომ მის წინაშე არის სტრესი, ანუ ერთგვარი საფრთხე, ყველანაირი მექანიზმის გამოყენებით ცდილობს, რომ დაგვიცვას ამ სტრესისგან. ეს არის პრინციპში ადამიანური ევოლუციის განუყოფელი ნაწილი და აქ უცნაური არაფერი არ არის. ეს ფუნქცია ჩვენ ტვინს რო არ ქონდეს, ფიზიკურად ვერ გადავრჩებოდით და აქამდე კაცობრიობა კარგი ხნის დასრულებული იქნებოდა. მაგრამ ეს ამავე დროს იწვევს შეფერხებას, რა თვალსაზრისით. ჩვენ როცა გვეშინია, ან ვწელავთ დროში იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც უნდა გადავდგათ, ან საერთოდ უარს ვამბობთ, რომ ეს ნაბიჯები გადავდგათ ოდესმე, იმდენად თუ გვეშინია, ხო? აი აქ არის ეს სიტუაცია სწორედ, რომ ადამიანები თქვენს ირგვლივ, აი ამ თქვენს სახეცვლილებას, ასე რომ ვთქვათ, აი ამ თქვენს მზადებას გადატანითი თუ პირდაპირ მნიშვნელობით დედობისთვის ხვდებიან არაერთგვაროვნად, დაბნეულად, დაძაბულად და ეს მათშიც იწვევს ერთგვარ არა თანაბარ დამოკიდებულებას. ერთის მხრივ თუ ეს არის რაღაცა სიხარული და აქ არის გამხნევება, მხარდაჭერა, რომ კი ბატონო, მიდი გააკეთე, შენ გვერდით ვარ, რაღაცა გულშემატკივრობ და ასე შემდეგ, ხო, მეორეს მხრივ ეს არის ერთგვარი შიში, რომ აი ხლა ამ ადამიანმა რომ ეს გააკეთოს, ან ესე რომ შეიცვალოს, აი მე რა პოზიციაში ვიქნები, ხომ არ შეეცვლება ამ პიროვნებას ჩემ მიმართ დამოკიდებულება. აი ზუსტად ესეთი სიტუაცია გვაქვს აი აქ მეორე ვარიანტთან. და ვნახოთ რჩევის სახით რა არის. რჩევის სახით აქ ჩემო ძვირფასებო მოდის ზუსტად არკანი 9-იანი პენტაკლები. აი დააკვირდით, აქაც რა საოცრად არის ამ არკანზე. აი თითქოს კარი გააღო ამ ქალბატონმა და წინ მიუძღვის ოჯახს, ანუ წყვილს, ახალ დაქორწინებულ, ან წყვილს, ან შეიძლება სულაც არ არიან ახალ დაქორწინებულები, მაგრამ ნუ წყვილია, რომელიც სადღაც რაღაცა სივრცეში შედის. ანუ სიახლე, ახალი ეტაპი, ახალი ნაბიჯი და სწორედ აი რაზეც ვისაუბრე მე, რაღაცა ტრანსფორმაცია, რაღაცა ცვლილებები, რომელიც აი სამი თვის განმავლობაში თქვენი როგორც წყვილის ურთიერთობაში მოხდება, ხო? ეს გამოიწვევს ერთგვარ როგორ ვთქვა ეს რა მდგომარეობა, აი თითქოს ეს არ არის კრთომას, თრთოლვას, აი მოდი ესე დავარქვათ, რომ რა იქნება, რა მელოდება, რა მოხდება. მოდი ერთ არკანს მე თქვენთვის მაინც დავამატებ. მეორე ვარიანტი.
მე არ მგონია რომ აქ რაღაცა ცუდი პროცესები იყოს თქვენ სივრცეში მოსალოდნელი, მაგრამ მაინც დავამატებ. კი ბატონო, 6-იანი თასები, არკანი იმპერატორი და არკანი პენტაკლების დედოფალი. არანაირი ცუდი მეორე ვარიანტი თქვენ აქ არ გელით ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, ზოგიერთი თქვენგან ის სულ ქორწინებაზე მესაუბრება, ეს გაშლა, ქორწინება, ოჯახი, აი რაღაცა ბავშვები, ახალი სივრცე, ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება აქ გადაწყვიტოს მომდევნო 3 თვის განმავლობაში რაღაც ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად, ან რაღაცა თავიანთი სივრცე შექმნან. ზოგმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ საერთოდ ურთიერთობა დააკანონოს, არც ამას არ გამოვრიცხავ. აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი სიკეთე, სიხარული, სიყვარული იყოს თქვენს სივრცეში, პირველ ვარიანტთანაც და მეორე ვარიანტთანაც, უბრალოდ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ის ცვლილებები, რაც მოხდება, ხო, არ შეგეშინდეთ, არ დაგაფრთხოთ და ამან მოქმედებაზე უარი არ გათქმევინოთ. ყველაფერი, რაც თქვენ გეკუთვნით, ჩათვალეთ, რომ თქვენ იმსახურებთ და უფლება გაქვთ მიიღოთ. შესაბამისად, ის, რაც თქვენია და ამას ვერავინ ვერ შეცვლის. ერთადერთი, ვისაც შეუძლია, რომ თქვენს საკუთრებაში, თქვენ იმის მიღებაში, რაც თქვენ გეკუთვნით, დაგაბრკოლოთ და ხელი შეგიშალოთ, აი ამ სიტუაციაში, რასაც ვამბობ, ეს ხართ ისევ საკუთარი თავი, საკუთარი შიშები, საკუთარი გაუბედაობა და ძრწოლა, აი რა იქნება, აი ამ კითხვით, რა იქნება. რჩევის სახით, რაც შემიძლია იმ რა იქნებასთან მიმართებაში გითხრათ, არის ის, რომ ყველაფერს მიუდექით რაღაცნაირი ესეთი ბავშვური ინტერესით. ბავშვი, როდესაც სათამაშოს იღებს ხელში, და იწყებს ამ სათამაშოს შესწავლას, თითქმის არც ერთმა ბავშვმა არ იცის როგორ მუშაობს და რა მექანიზმი აქვს, მაგრამ აქვს გასაოცარი ინტერესი იმისა, რომ აღმოაჩინოს, გახსნას, გამოარკვიოს და ასე შემდეგ. აი მეორე ვარიანტს ძალიან დაეხმარება ზუსტად ესეთი ინტერესი, რომ ნაკლები სტრესის, ნაკლები შიშის წყალობით მიაღწიოთ დასახულ მიზნებს და მიიღოთ დამსახურებული შედეგები. აი ესეთი იყო ჩვენი მეორე ვარიანტი და ზოგადად ჩვენი საჯარო გაშლა ეხებოდა პარტნიორული ურთიერთობების პერსპექტივებს მომდევნო 3 თვის მანძილზე. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან, ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მელოდებით მიყურებთ, მკითხულობთ პირადში, როცა ახანდახან ობიექტურ მიზეზთა გამო მიწევს, რომ თქვენი სივრციდან დროებით გავქრე და ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ ყველაფერს ეკიდებით, გაგებით და ყურადღებით და ამჩნევთ, რაც მთავარია, რომ მე ხანდახან თქვენ სივრცეს ვაკლივარ. გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერებას, გისურვებთ მშვიდობიან 2025 წელს და შევხვდებით აუცილებლად მომავალ წელს მომავალი გაშლებით. ბედნიერად.